მოგესალმებით, ეს არის ჩერი სივრცე და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. რა თქმა უნდა, აუცილებლად სათქმელი რაღაცები უნდა მოგვითაოთ ჯერ, ჭირდება რომ აუცილებლად დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, შეგიძლიათ ზარისღილაკიც კი გააქტიუროთ და ყველანაირი აქტივობა, რაც კი ვიდეოს სიცოცხლეში დაეხმარება, თქვენზე მოგვინდია. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოდკასტის წარმდგენი არის CherrySfit აპლიკაცია. ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელშიც დაგხვდებათ დისტანციური სავარჯიშო პროგრამები, ასევე კვების პროგრამები უამრავი ყველანაირი მიმართულებით და სარეაბილიტაციო პროგრამები მათ შორის. შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც Android-ზე, ისე iOS-ის ტელეფონებზეც. ახლა კი გადავიდეთ ჩემი სტუმარის წარდგენაზე. სასწაულის სტუმარი მყავს ანა ონიანი. ანა არის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ონლაინ ფსიქოთერაპიული პლატფორმის Helos დამფუძნებელი. ანა, გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს პოდკასტში და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გექნებათ. ძალიან დიდი მადლობა. ანა, ჩვენ გვაქვს პატარა ტრადიციასავით, თავიდან დაგაყრე პატარა ბლიც შეკითხვებს, მარტო კიდე არა სათქმელი იქნება და მე უკვე ესენი გავშალოთ. ოკეი? კარგი. კი ბატონო. ქალების უმეტესობას აქვს დაბალი სხეულის აღქმა. ანუ აქ body image-ზე არის საუბარი, უბრალოდ ვერ გადავთარგმნე ქართულად. დაბალი სხეულის აღქმა, მაშინაც კი როცა ამას კარგად მალავენ. კი. შეუძლიათ თუ არა სოციმედიას პირდაპირ გამოიწვიოს სხეულის დისმორფიის სიმპტომები? შეუძლია. არის თუ არა სხვაობა დისმორფიასა და უბრალოდ ჩემი თავი არ მომწონს შორის? არის, რა თქმა უნდა. დაკავშირებულია თუ არა კვებითი ქცევები, ანუ კვებითი აშლილობა ბჭყალებში, სხეულის სწორ აღქმასთან ან პირიქით? ძალიან დაკავშირებულია. თუ ფიქრობ, რომ body positivity მოძრაობა, ეს body positivity მოძრაობა ბოლო დროინდელი მიმართულებით ზიანს უფრო იწვევს ვიდრე benefits? ესე ვერ ვიტყოდი ცალსახად. შესაძლებელია საკუთარ თავზე ზედმეტი მიმღებლობით გადაწყვიტოს ადამიანმა, რომ ცვლილება არ სჭირდება? არა. სხეულის დაბალმა აღქმამ შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს კლინიკური დეპრესია ან შფოთვები? შეიძლება კი. კი ბატონო, როგორც მივხვდით, ჩვენი დღევანდელი თემა იქნება სხეულის body image, სხეულის აღქმა, დისმორფიასაც შევეხებით, რა თქმა უნდა, კვებით აშლილობაზეც ვისაუბრებთ და მაშინ დავიწყოთ. პირველი კითხვი და რომ დავიწყოთ, ანა, აი როგორც აღნიშნე, ქალების უმრავლესობას აქვს ეს რაღაც დონეზე სხეულის დაბალი აღქმა. კი. ამ შეკითხვაზე ახლა ვუპასუხებ ისე როგორც ერთი მხრივ როგორც ფსიქოთერაპევტი და მეორე მხრივ როგორც მე თვითონ ქალი. და რაღაცნაირად ეს სილამაზის სტანდარტები არის, ანუ იმდენად ბევრი სტანდარტი გვესმის, ბევრი სტანდარტი მოდის, იმდენად პატარა ასაკიდანვე პატარა გოგონებს ულამაზესო, აი ამ გარეგნობაზე აქცენტი, ანუ იმდენად კეთდება, რომ რა თქმა უნდა ეს აისახება ჩვენზე და უკვე მე ზრდასრულობაში ხშირად საკუთარი თავის ღირებულებას, ფასეულობას მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაზღვრავთ ხოლმე იმით თუ როგორ გამოვიყურებით. აი ხა მე თვითონაც აქ რომ მოვდიოდი, მაგალითად რაღაც რამდენიმე ტანის სამოსი ჩავიცვი, რომ აი როგორ უკეთ გამოვიყურები, ხო? რაღაცნაირად ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმეტესი ნაწილისთვის. ეს ნორმალური არის. კი, რა თქმა უნდა, ამაში არ არის რაღაც ისეთი არანორმალური, თუმცა დოზირებულად, ხო? როდესაც ადამიანი თავად საზღვანო საკუთარი თავის ღირებულებას მთლიანად განსაზღვრავს გარეგნობით, აი მანდ არის უკვე სადაც დაი ამას მერე გავშლით ნელ-ნელა. და რაში გამოიხატება ხოლმე ეს მერე ეს როდესაც განსაზღვრავს მხოლოდ გარეგნობით? ანუ აი როგორი სიმპტომი, ანუ თუ აუტანლობა აქვს საკუთარი თავის, იმიტომ რომ არასდროს არ მოწონს არაფერი. არასდროს არ მოსწონს არაფერი და ანუ ისედაც ხო ადამიანები ვართ, გვაქვს უამრავი ღირებულება, ჩვენი არ ვიცი შინაგანი სამყარო, რაღაცა ის როგორ ვურთიერთობთ ძალიან ბევრი რაღაც, ხო? და როდესაც საკუთარ თავის ღირსებას და ღირებულებას მხოლოდ იმით განსაზღვრავთ, რამდენ კილოგრამს ვიწონით, ან როგორი ცხვირის ფორმა გვაქვს, ან როგორ აღგვიქვამენ სხვები, ხო? რა თქმა უნდა, ეს იწვევს, იმიტომ რომ საზოგადოება არის ვიღაცას მოვწონვართ, ვიღაცას არ მოვწონვართ, მოგეხსენება ხო, ესე არის ხო სულ. და ეს იწვევს
უდიდეს შფოთვას, გუნება-განწყობის ცვლილებას, სოციალურ ფობიასაც ხო ხშირად, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები და ყოველთვის იქნებიან, ვისაც არ მოვეწონებით, მიუხედავად იმისა, როგორ უბრალოდ გამოვიყურებით. ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ხშირია მითითება რა. ეხლა მე მაგალითად საშინელი ცხვრის კომპლექსი მქონდა. მე ბავშვობაში აი ხოლმე დიდი მაუზერი მეყვა. ჩვეულებრივი აი ამ ხელა სახეზე დიდი ჩაიდანი. ნუ ისეთი კომპლექსი მქონდა მე ხა 16 წლისას, აი მეგონა რომ გვერდიდან რომ ბიჭი დამიждდებოდა, აი всё, აი რაღაც საწამო ეს ცხვირი არ ვიცოდი. მაგრამ იმიტომ რომ მეძახდნენ ამას ბავშვობაში, ხან ბაბა-იაგას მეძახდნენ, ხან თან ბავშვს ხო რაღაცნაირი ბოროტიენა აქვს რა და შესაბამისად ეს კომპლექსი მოყვება რეალურად და ალბათ ეს არ ვიცი რაღაცა დოზით ნორმალურია, თუმცა რომ ვიხსენებ მე ჩემთავს აი ესე ცუდ ხასიათზე რომ ყოფილიყავი იმის გამო რომ დიდი ცხვირი გქონდა, მარტო მაშინ მირტყავდა როცა ან ვიღაცა მეუბნებოდა ან აი ძალიან ახლოს მედგა ტიპი და აი ვგრძნობდი რომ ცხვირზე მიყურებდა ან მე მეგონა რომ ცხვირზე მიყურებდა. ხო, მან ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიმიჯნოს. ნახე, რაღაცები როცა ჩვენ არ მოგწონს გარეგნობაში, თუნდაც ის რომ რაღაცის შეცვლა გვინდა, რაღაცის გაუმჯობესება გვინდა, თუნდაც პლასტიკური ქირურგია ხო ცალსახადის რომ ეხლა ესეც ტრენდულია სხვათა შორის რომ აი მე ოპერაციას იკეთებ, ანუ საკუთარ თავს ვერ იღებ, არა ხო, ესეც არ არის, ესე თქმაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას. ხო, ანუ აქ საუბარი არის იმაზე რომ თუ მე იმდენად არ მომწონს ჩემი თავი პირობითად, რომ ეს ხელს მიშლის ფუნქციონირებაში, ადამიანად ყოფნაში, ურთიერთობებში, რომანტიულ ურთიერთობებში, მეგობრულ სამსახურში, ფოტოს გადაღებაში, სადღაც საღამოს, სადღაც აი ნებისმიერ ესეთ აქტივობაში და მნიშვნელოვნად აისახება ხოლმე ეს ადამიანების ცხოვრებაზე, როცა ძალიან მძაფრი არის, როცა ჩაციკლული არის, ობსესიურ რაღაც იმას ვეძახით ხოლმე ჩვენ ფიქრს ხო, ამას რაღაც ეს აკვიატებულად, რომ რაღაცა არ მომწონს ჩემში, არ ვარგი ვარ, უვარგისობის განცდა. ეხლა შენ რაც აღწერე, ეს არ გულისხმობს აი ამ უვარგისობის განცდას და დარწმუნებული ვარ, ვინც გვისმენს და ეს უგრძნია და გამოუცდია, მიხვდება რაზე ვსაუბრობ. იცი რა მაინტერესებს, ანა, აი რა დოზით, როდის არის რაღაცნაირად, აი შემაშფოთებელი კი არა, საყურად საღებო, რა დოზით აქვს ხოლმე პაციენტებს, აი შენთან პაციენტები ქვია ხო? ხო, კლიენტები. კლიენტი ხო. მოსულ ადამიანს აი რა დოზით აქვს ეს განცდა? დღისგან ყოველდღიურად აქვს თუ აი დავუშვათ ნუ PMS-ზე უმძაფრდება ზოგადად ჩვენ ქალები ძალიან ცვალებადი არსებები ვართ და თვის განმავლობაში რაც არ უნდა ჯანსაღი ფსიქიკის ქალი იყოს და ადამიანი იყოს და ძლიერი იყოს, მაინც იმ PMS-ის დროს რაღაცა არევები ცოტა ხდება ხოლმე და აი მაგ დროს რამდენად ძაფრი არის ან აი რა დოზით აქვს ხოლმე ეგ განცდა გოგონებს. განსხვავებულია. ხო, როცა მე მომართავენ კონკრეტულად ამ მიზნით, რომ აი ჩემი სხეული არ მომწონს, ძირითადად ეს კავშირში არის ხოლმე კვებით დარღვევებთან და აი რაღაც ერთად მიქსში მოდის ხოლმე. მაგრამ როდესაც ეს პრობლემა არის, ეს სირთულე როცა არის, იქ არ არის საუბარი, რომ PMS-ის დროს და თვეში 2 დღე ან რაღაცა კონკრეტულ დღეს გავიღვიძებთ და საკუთარი თავი არ მოგწონს, ან არ ვიცი, არ მოგწონს, რომ თუნდაც ის 2 კილო მოვიმატეთ, ან ამოღამებული თვალები გვაქვს, ბევრი ვიმუშავეთ, ან ცუდად გვეძინა. ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა, ძალიან ჩვეულებრივი ამისგან შევდგებით ადამიანები, მაგრამ აი ის მდგომარეობა, რომელზეც ვსაუბრობ, რომ სრულად ნეგატიური აღქმა არის საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის და აი რომ მკითხე, როდის ხდება ესე რომ ვთქვათ, ალარმის ჩართვა. რომ როდესაც ეს ყველაფერი ადამიანს უშლის ხელს ფუნქციონირებაში. ეს როდესაც ვერ ახერხებს კონდეს ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები, ვერ ახერხებს ჰყავდეს პარტნიორი, კონდეს ჯანსაღი სექსუალური კავშირი. ვერ ახერხებს, აი ხელს უშლის სამსახურში, ოღონდ ეს 24/7-ზე, როდესაც ადამიანი არის ცნობიერ მდგომარეობაში და არ სძინავს თითქმის სულ არის მათთან ერთად. აი შეიძლება ესე ისხდნენ და უჭირდეთ კონცენტრირება იმაზე, ვთქვათ, რაზე ისაუბრონ და ფიქრობდნენ, რომ როგორ ვჩანვა, როგორ გამოვიყურები, აი აქეთ ხედი და ეს არის კი, საკმაოდ ხშირად. საკმაოდ ხშირად არსებობს, რომ ეს არის სულ მათთან არის და სულ მათ
დააყובה ესე რომ ვთქვა. თუმცა ჩვეულებრივად მუშაობადი პროცესია, ასე ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იცი ნელ-ნელა ცოტა სოციმედიასაც რო შევეხოთ რა არის აი სოციმედიის როლი განსაკუთრებით თინეიჯერობიდან რო დავიწყოთ რა აი რამდენად აი ხანდახან მგონია რომ თინეიჯერისთვის ძალიან სახიფათო არის აი ესეთ პლატფორმებზე როგორც არის TikTok-ი თუნდაც Instagram-იც ეგეთ პლატფორმებთან შეხება იმიტომ რომ ყველა ბლოგერი და ყველა ინფლუენსერი და ყველა კონტენტ კრეატორი მთლად პასუხისმგებლობით არ ეკიდება ის კი არა იცი რაც არ უნდა პასუხისმგებლობით ეკიდებოდე შეიძლება ისეთი რაღაცა თქვა რაც საერთოდ არ კონდეს გამიზნული რომ ვიღაცას ზიანი მიაყენო მაგრამ ვიღაცა დაატრიგერო და ამითი რაღაცა ზიანი მოუტანო და აი როგორ ფიქრობ რა როლი აქვს სოციმედიას აი ამ ყველაფერში ოკეი სოციმედიას რაც შეეხება ძალიან ხშირად ხა ყველანი ვსაუბრობთ მე პირადადაც და ხო ირგვლივ ისმის რა ეს ნეგატიური გავლენა სოციალური მედიის ამ კუთხით. თუმცა არის არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ერთ პოლარობაში ანუ ერთ უკიდურესობაში ყოფნა ხო ძალიან პოზიტიური გავლენებიც აქვს სოციალურ მედიას ხშირად ხო მაგალითად მე მომისმენია ძალიან ბევრი ადამიანისგან რომ რაღაც როდესაც ფოტოს დადებენ და იქ რაღაც პოზიტიურ კომენტარებს მიიღებენ აი ესეთ შემთხვევებში როცა არარეალური თვითახკმა აქვს საკუთარი თავის მაგრამ ეს ხა არ ვსაუბრობ ძალიან მძაფრ შემთხვევებზე ხო მოდი მაგრამ აი თქვათ რაღაც მგონია თვითონ რომ არის არ ვიცი ჭარბი წონის და ამ დროს რაღაც დადო რაღაც ფოტო და იქ ხალხი უწერს რომ ულამაზესი ხარ რაღაც კომპლიმენტები მიდის და ეს ამ შემთხვევაში ხშირად პოზიტიურ გავლენასაც კი ახდენს ხოლმე რა ერთი მხრივ ანუ რაღაც აი ეს უკავშირი ადამიანებისგან ხო თან თითქოს სოციალურ მედიას ეს აქვს ცხოვრებაში ხო ეგრე არ ვეუბნებით ერთმანეთს ყოველ წამს ულამაზესო უსაყვარ შენ თვითონ ულამაზესო ანუ ეგრე ხო არ ვსაუბრობ ხო როგორც წეს ხო და აი როცა უკვე რაღაც ფოტოს დავდებთ სოციალურ ქსელში იქ სუსტად ეს რა ულამაზესი. ყოველთვის კაი კომენტარები ხო არ არა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რო ხშირი არის ხოლმე და ვთქვათ კიდე გააჩნია ხა ბლოგერების გამოცდილება ამ კუთხით ხო არის ხო როცა ადამიანს აქვს რაღაცა ჩაკეტილი სოციალური მედია თავისი მეგობრების ჯგუფი ხო ანუ იქ უფრო მეტად პოზიტიური კომენტარები არის ხოლმე ვიდრე მაგრამ აი ეგეთი გოგონები რომლებსაც დავუშვათ არა მნიშვნელობა გოგონები ბიჭები რომელსაც აქვთ აი ესეთი დაბალი თვით შეფასება ან დაბალი სხეულის აღქმა დებენ ესე ფოტოებს? აი ხა მაგაზე გადასვლა მინდოდა ზუსტად რომ როგორც წესი უჭირთ დადება და თუ აქ ხა დისმორფოფობიაზე არის საუბარი იქ საერთოდ გამორიცხული იქ ფოტოებს არც იღებენ ის კი არა რომ სადმე დადონ როგორც წესი ხო თუმცა რაღაც ის საშუალო სიტუაციაში საშუალო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხშირად დებენ ხოლმე, მაგრამ ნახე, მათ რა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური კომენტარებით შეიძლება მიიღონ და ამან პოზიტიური გავლენა მოახდინოს, მან ერთი დიდი რისკი არის ის, რომ ისევ გარეგნობით ხდება ადამიანის შეფასება. ისევ გარეგნობაზე ხდება და ანუ ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმას, რომ მე ღირებული ვარ ჩემი გარეგნობით. ადამიანებს მოვეწონე, მივიღე სიყვარული, ყურადღება, იმიტომ რომ, არ ვიცი, კარგად გამოვიყურებოდი იმ ფოტოში, მაგალითად. ხო, ეხა მომენტ ლოგიკური არის, ხო? იმიტომ რომ აბა ეხა ფოტოზე შენი სულიერი სამყარო სად ჩანს, ხო? და აი ეს მაინც შეიძლება იმოქმედოს ფსიქოლოგიურად. ნახე, როდესაც ჯანსაღ სიტუაციაში, ნორმალურ სიტუაციაში, სტანდარტულად, რა თქმა უნდა, არა. რა თქმა უნდა, ძალიან ჩვეულებრივია, რომ გარეგნობაც მნიშვნელოვანი იყოს. აი, აქ მინდა რომ აი რაღაც ისეთი კონკრეტულად განვმარტო რა, რომ მე ვსაუბრობ შემთხვევებზე, როცა მხოლოდ გარეგნობით ხდება. ანუ მე ჩემ ღირებულებას ვაფასებ, რომ როგორ გამოვიყურები მხოლოდ ამით. და ამ შემთხვევაში თუ ვინმეს არ მოვეწონე, არარაობადგან ვიცდი თავს, ეხლა ძალიან ღირებულად ვამბობ ხოლმე, რა თქმა უნდა რა, მაგრამ შორსაც არ არის ხოლმე რეალობა. და რო არ გამორჩეს იმასაც ვიტყვი ხო თინეიჯერებზე და სოციალურ მედიაზე იმიტომ რომ ეგ იყო თავიდან კითხვა და რაღაცნაირად აუცდი მე მგონი მაგ კითხვას აი ფილტრები
მაგალითად რომელიცაც ხშირად იყენებენ ხოლმე ხო თინეიჯერები და ძალიან რთულია მეც მიცდია და მეც მქონია განცდა იმის მერე რეალური ფოტო რო გადამიღია რომ ვაიმე როგორი სხვაობაა და ისეთი მინდა ვიყო ხო იმიტომ რომ მე რთული არის თითქოს რომ საკუთარი თავი მოგწონდეს ადამიანს ასევე ის კონტენტი, რომელიც მოდის, კი, ბევრი ჯანსაღი კონტენტის და სასარგებლო კონტენტის ნახვაც შეგვიძლია სოციალურ ქსელში, მაგრამ ძალიან რთული, აი, სირთულე და უარყოფითი მხარე არის ის, რომ ფილტრი არ აქვს და თინეიჯერს მოზარდ შეიძლება შეხვდეს ნებისმიერი რამე და მათ იმიტომ არიან მოზარდები, რომ იმის უნარიც არ აქვთ, რომ ესე რომ ვთქვათ, გაარჩიონ, ხო, დადებითი, აი სასარგებლო, უსარგებლო და რაღაც ეს მთელი ინფორმაცია შედის და აი ეს გარეგნობაზე კონცენტრირება და აი ამაზე აქცენტი ძალიან დიდი დოზით მიდის თინეიჯერებამდე, თან ეს ის პერიოდია, როდესაც ისედაც ბუნებრივადაც ამ დროს თინეიჯერები საკუთარ ღირებულებას აღიქვამენ ისე, როგორც სხვები აღიქვამენ მათ, ეს ერთი. მეორე ის არის, რომ ისედაც მათი ბუნებრივად ფორმები იცვლება სხეულის, ხო? ანუ ბუნებრივადაც რაღაცნაირად ცვლილებების პერიოდი აქვთ და განსხვავებულია ხოლმე მათი სხეული და ამას ისედაც მძაფრად განიცდიან და აი ამ დროს ეს ამდენი ინფორმაცია, რომელიც მისდით და ამდენი ესე უნდა გამოიყურებოდე, ისე უნდა გამოიყურებოდე, შეიძლება ხშირად რომ ძალიან დამაზიანებელი იყოს, მით უმეტეს მაშინ თუ რაღაცა კიდევ სხვა ისინიც არის. იცი რა მან რა მგონია, რაღაც მომენტში ცოტა ბლოგერების პასუხისმგებლობასაც მივიჩნევ რა, იმიტომ რომ არიან ძირითადად ბლოგერები, ვინც იცი რა, 1-2 ფილტრიანი სტორი შეიძლება დილას რო გაიღვიძო და მართლა რაღაცა ისეთ გველეშავს გევხარო, რაღაცა ეს ჩართო, ფილტრი ჩართო, it's okay, მაგრამ როცა მთელი შენი ბლოგის განმავლობაში სულ ფილტრია, ის კი არა, ვიცი ერთი ბლოგერი გოგონა, რომელიც შვილსაც ფილტრს ადებს და ისე იღებენ ფოტოებს. ანუ ყველან აი არ ვიცი ხ ჩემს არის რაღაცა ისეთი ფენომენი რა ცოტა კთი განსაკუთრებული და რაღაცა ანუ ეს მე როგორ უყურებ ხოლმე აი რა მესიჯი მიდის ბავშვი იმიტომ რომ არის კიდევ ბლოგერი გოგონა რომელსაც დავუშვათ ძირითადი აუდიტორია უფრო ესეთი ახალგაზრდა აუდიტორია ყავს და აი ფილტრიანი არის ისევ რა აი მანდა რა არის აი მშობელმა ამ შემთხვევაში ხა ცოტა რაღაც მეტად დავიკარგე იმიტომ რომ კითხვაში, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ის რა პასუხისმგებლობის ამბავი, მაგრამ აი ამ დროს მშობელმა როგორ შეიძლება მან მშობელი ჩაერიოს? ან რა შეიძლება თვითონ თინეიჯერმაც იქნებ მოგვისმინოს თინეიჯერმა რა შეიძლება რომ მან გაითვალისწინოს? თუ ეს მასა შეიძლება ვერც გაიაზროს ხო რომ ეს მას აზიანებს რეალურად? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან რთული ხარ რომ იაზრებდეს რომ ეხლა ეს მე მაზიანებს და მოდი არ მინდა. ანუ რა მაშინ არც სირთულე არ იქნებოდა, ხო? ძირითადი სირთულე ის არის, რომ ვერ იაზრებენ ამას და ეს გონიათ რაღაც მოცემულობა ხშირ შემთხვევაში და ეს გონიათ რომ ესეც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ეხა ბლოგერების პასუხისმგებლობაზე რო საუბრობდი, ეს ის შემთხვევაა, სადაც ყოველ შემთხვევაში ამ რეალობაში ერთადერთი რაც შეგვიძლია ვისაუბროთ და რასაც ახლაც ვაკეთებთ, არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, ხო? თუმცა რეალურად ის რაღაც ვერ ავუკრძალავთ ამ ადამიანებს, ანუ ყველას თავისი, ხო? და ნამდვილად გეთანხმები იმ კუთხით, რომ სამწუხაროა, რომ შეიძლება მსგავსი ტიპის კონტენტი მივიდეს თინეიჯერებამდე და შეიძლება ამას ჰქონდეს საკმაოდ ცეთი ნეგატიური შედეგები. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ოჯახის გარემო, სკოლის გარემო, თქვათ ამ დროს უფროსები, თინეიჯერებისთვის შედარებით უფრო ავტორიტეტული უფროსები, ხო? რომლებთანაც მათ შეხება აქვთ და თქვათ სახლებში ჩვენ შვილებთან ახლა ვიცით დაახლოებით, ხო? ვისთან აქვს შეხება. ანუ მნიშვნელოვანია აქ რაღაცა მე მაგალითად ჩემს შვილთან, რომელიც ასევე არის თინეიჯერი,
ვთქვათ, ამას ვცდილობ, ხო, მივაწოდო სწორი ინფორმაცია, ვესაუბრო, ასევე ხშირად მე თვითონ შევთავაზო ხოლმე, რომ აი ძალიან მომწონს ეს ან ბლოგერი, ან ხო, და ხო არ გამოიწერდი, ვინც რაღაც სწორ ინფორმაციას აწუდის. ასევე აი ამ რეალობაზე ელაპარაკები ხოლმე, ესაუბრები, რომ აი დავშოთ აი რეალური სახე ადამიანური მომენტები არის ოკეი, იმიტომ რომ ახლა ისეთ რაღაცებს აღნიშნავენ ხოლმე, აი მუცელზე რატომ აქვს ნაკეცი, როცა დავჯდები. ანუ აი იმდენად ადამიანურ რაღაცებს აღნიშნავენ და აი ანატომიისთვის ძალიან ბუნებრივს და აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს, ხო, ნაკეცი რო არ ქონდეს ხომ მაშინ ვეღარ გაიმართები. რომ აი რამდენად აი ამაზე სხვათა შორის მე თვითონაც ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ბოლო დროს და მეც როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, ახლა სიმართლე რო ვთქვა, არ გამიკეთებია იგივე, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ პატარა ასაკში აი ბავშვი ჯერ კიდევ რო ძალიან მცირეწლოვანია, ის სკოლამდელი აღზრდის ბავშვებზე ვსაუბრობ, ხო? რაღაც მნიშვნელოვანია, რომ სხეულის, საკუთარი სხეულის სიყვარული, აი სიყვარული არ ვიცი რამდენად, მაგრამ საკუთარი სხეულის მნიშვნელოვნება და საჭიროება ვასწავლოთ ფუნქციურად. აუცილებლად. ხო, აი რაღაცნაირად, ხო, აი ფუნქციურად, რომ აი რა მაგარია, რომ ეს ფეხები, როგორი ძლიერი ფეხები გაქვს, რომ თქვათ აი ესე დარბიხარ, ან ესე ხტუნავ და არა ის, რომ აი რა სწორი ფეხები გაქვს და კოჭები რა. ანუ ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის რა. აი სხვათა შორის აი ბოდიში გაგაწყვეტინე, მთელი ბავშვობა მქონდა ფეხების კომპლექსი, იმიტომ რომ მამა ჩემი მეუბნებოდა, რომ ღორი გაგიძრება ფეხებშია. აბა არ ჩაიცოთ, აი მართლა ისეთ საშინელი კომპლექსები მქონდა მე პირველ მეუღლემდე, კიდე კაი შევხვდა ანგელოზი, რომ მომაშორა ის კომპლექსი. ხო. არა ხო, აი ეს სწორი და არასწორი ფეხებზე ძალიან იყო აქცენტი ხო, და რაღაცნაირად პატარა ასაკიდან რომ ფუნქციონალურად ანუ რაღაც პატივი ვცეთ სხეულს, იმიტომ რომ რაღაცა გვემსახურება, ხო, ხა შენ ხშირად საუბრობ ამაზე და არ იქნება, მაგრამ რაღაც ეგ ყველაფერი პატარა ასაკიდან იწყება მაინც რა და ეხლა უკვე თქვა ჩემ თინეიჯერ შულთან ვცდილობ ხოლმე ის რომ რაღაც სხეულის ფორმის ცვლილება არის ძალიან ნორმალური, ვაუ, რა მაგარია. ანუ რომ რაღაც ბავშვობის ასაკიდან გადადიხარ და უკვე ხდები ქალი, ფორმა იცვლება, ხო? აი ამ ეტაპებს ჩვენს ცხოვრებაში და მოზარდების და ბავშვების ცხოვრებაში რაღაცნაირად ის კი არა რომ დავაიგნოროთ, ან ყურადღება არ მივაქციოთ, პირიქით, ანუ შევხვდეთ რაღაც, ხო, ბუნებრიობა და შევხვდეთ სიხარულით, რომ მაგარია, იმიტომ რომ ესეც უნდა იყოს, ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. სხვა შორის ამას წინათ TikTok-ზე ვნახე ვიდეო, 12 წლის იქნებოდა მაქსიმუმ ეს ბავშვი, 10-12 წლის გოგონა დგას და ესა გოგო მე ხმახალ ხო? აქ კი ვარო გავხდარიო, მაგრამ ეს ლოყების ცხიმი როგორ მოვიჟორო? აი ნუ ეს არის ხო აბსოლუტური სოციმედიის გავლენა არის ეს, რომ ლოყების ცხიმზე ან შეიძლება სახშიც ლაპარაკობენ სხვა შორის მე ჩემს მოსწავლეებს და გოგონებს აი სულ მეუბნები ხოლმე, რომ შვილ გოგოებთან არ ილაპარაკოთ არასდროს, ვაიმე დედა ის მოვიმატე, ვაიმე ხარ 1 კილო დავიკელი, მოვიმატე, აი სულ წონაზე არასდროს არ ილაპარაკოთ, ან ცხიმებზე, ან რაღაც, იმიტომ რომ მე ბავშვებსაც რაღაცნაირად ელექებათ ეს არა, ეს გოგონებს განსაკუთრებით რომ ბიჭებს იზიზია და ეგეთ რაღაცები მაინც დიდად არ აინტერესებს. კაცებთან ნაკლები არის სილამაზის სტანდარტებზე ზეწოლა და ეს რაღაც მოთხოვნა და ამიტომ უფრო იცი რა შენ წეღან შეეხე აი სხეულის სიყვარულს და ჩვენ ტელეფონზეც რო ვისაუბრეთ ხო მაგაზეც ქონდა რაღაც პატარა ერთი წინადადება გავცვალეთ რომ რაღაცა მეორე უკიდურესობაში გადავარდით მაგ მხრივ რომ უეჭველი უნდა გიყვარდეს შენი სხეული და რა არ გიყვარ შენი სხეული აი წეღანაც რა თქვი რა ანუ მე მგონი ძალიან ნორმალურია რომ ხანდახან ახლა რაღაცა არ მოგწონდეს ხო აი თუნდაც დილას რო გაიღვიძებ თვალები აქეთ იქით რაღაცა ყოველთვის მიმღებლობა აი როგორ იმაში წავედით აი როგორ ფიქრობ ძალიან ექსტრემში ხო გადავარდით აი შენს ბლიც შეკითხვებშიც იყო ეს body positivity-ზე ანუ მეც ესე გამოვიყენე შეკითხვა ხო და ანუ ერთი მხრივ აი ეს რაღაც
უნდა გიყვარდეს საკუთარი სხეული, გიყვარდეს საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც ხარ, ანუ იქ იცი რომ ესე ცალსახად უარყოფითი გავლენა ამას, რა თქმა უნდა, არ აქვს პირიქით. ხო ეს იყო უდიდესი ტალღა, რომელმაც ძალიან ბევრი სილამაზის სტანდარტი, ესე რომ ვთქვათ, დაამსხვრია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო ძალიან შვება. რომ ვაუ რა მაგარია, შეიძლება ვიყო, მქონდეს ცოტა ჭარბი წონა, მაგრამ ვიყო ნორმალურად ვიგრძნო თავი და ამის გამო რაღაც. თუმცა არის კიდევ ესეთი დეტალები, რომ მაგალითად, თუნდაც ის, რომ ბევრი ვიღაცა არსებობენ ადამიანები, ხო, საკმაოდ ბევრი სამწუხაროდ, ვისაც, არ ვიცი, რაღაცა მუდმივ ტკივილებთან ერთად უწევს ცხოვრება, რაღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობების გამო, ხო, მაგალითად, ან ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება სხეული ძალიან შეიცვალა, ან რაღაც და ამ ადამიანებს და სხვებსაც გადავალ მაგაზეც შეიძლება არ ქონდეთ მუდმივად ის განცდა, რომ ვაიმე რა მაგარია ჩემი სხეული. ხო? და როგორ მიყვარს, ანუ და თითქოს ეს გახდა რაღაც ისეთი განსჯის საგანი, რომ ვაიმე შენი სხეული არ გიყვარს, ვერ იღებ პლასტიკური ოპერაცია გინდა და გჭირდება. აი ამანაც გარკვეულწილად ტოქსიკური სახე მიიღო, რაც ძალიან ესეთი მძიმე დაისახება ხოლმე ადამიანებზე და ჩემთანაც ხშირად მოდიან და უთქვამთ, რომ აი რა ვქნა, არ მიყვარს საკუთარი თავი, არ მიყვარს, არ მომწონს საკუთარი თავი და მე რო ჩავეკითხები ხოლმე, არის ის, რომ უბრალოდ რაღაცა არ მოსწონს, ან აი ხანდახან არ მოსწონს, ან რაღაცის შეცვლა უნდა, რაც ძალიან ნორმალურია. და ზოგადად ჩვენ არ ვართ ესეთი სტატიკური არსებები. აი ყველა წამს, ანუ ორი წუთის მერე რაღაცაზე შეიძლება განსხვავებული აზრი გითხრა, ან რაღაც ერთი და იგივე საკვები დღეს მომეწონოს და ხვალ რაღაცა არ მესიამოვნოს. ყველაფერი ესე არის ჩვენში და რაღაც ეს მდგომარეობა, რომ მე ერთი კვირის წინ შევიყვარე საკუთარი სხეული და იმის მერე ყოველი დილით შუა დღეზე საღამოს ვარ შოკში, რომ როგორი ეს ვარ, რა ქვია, როგორ მიყვარს ჩემი სხეული, ესე არ ხდება. ანუ უბრალოდ არ არის ესე არ ვართ მოწყობილები. სხვათა შორის მე როცა მივხვდი, რომ აი რაღაცნაირად აი იმდენად მუდმივად ხდებოდა ეს ყურში, რომ ეს მიყვარს ჩემი სხეული და მე გაიმართათ, აი უნდა მიმიღო ესეთი როგორიც ვარ, რომ მე შევცვალე ცოტა მესიჯი, ეს სიყვარული ჩემი სოციალიდან რა გადავიყვანეს და პატივისცემაში. ანუ კი არ უნდა გიყვარდეს იდეაში, ხო? ხო, აი ეგეც ძალიან მაგარია. მე ვიტყვი ზრუნვას, ხო? ანუ საკუთარი სხეულის სიყვარული მოიაზრებს საკუთარ სხეულზე ზრუნვას. ძალიან მაგარია. ხო, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა, აი ზრუნვა არის ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ სიტუაციაში მომწონს ჩემი თავი დღეს, თუ არ მომწონს, რამდენიმე კილოგრამით მეც ვიწონი სასწორზე თუ ნაკლებს ვიწონი, მე ვზრუნავ ჩემს სხეულზე. და აი ეს არის ჩემი აზრით სწორი მესიჯი და ჯანსაღი მესიჯი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე შეიძლება დღეს არ მომწონდეს ჩემი თავი, მაგრამ მაინც ვიზრუნო. ხო. ხო, და პატივისცემა ასევე ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი, სადღაც გვერდ არის, ხო? ესენი რომ ზრუნვა პატივისცემა. ხო, არა, ძალიან მაგარია ზრუნვას გავითვალისწინებ აუცილებლად გადავიდა მესიჯი. ხო, ანუ ეს არის ჩემი აზრით ის, რაც მეტნაკლებად ჯანსაღ მდგომარეობაში გვამყოფებს სულ და რაღაც კარგ ურთიერთობაში საკუთარ სხეულთან. სხვათა შორის ეს body positivity movement-ი, ხო, მე რაღაცა მეგონა რომ 90-იანებში დაიწყო, მაგრამ მე რაღაცა რისერჩები რომ გავაკეთე, 60-იანებში და 95-ში თუ რაღაცა ეგრე იყო, რომ პირველი რაღაც გვერდი თუ რაღაც ხო, ანუ მაგრამ თავიდან ხო ეს მოძრაობა არ იყო იმაზე, რომ აი ის რაც გაქვს უაზროდ გიყვარდეს, ის რომ ცვლილება არ გინდოდეს. უბრალოდ იყო მიმღებლობაზე საზოგადოებაში, რომ დავუშვათ ამათთვისაც გამოსულიყო ტანსაცმელი, ამათთვისაც ყოფილიყო რაღაც, ანუ სტანდარტები შეეცვალათ ზუსტად სილამაზის აღქმის, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობდა არანაირად. უბრალოდ მე გახდა ძალიან კომერციული და ძალიან რაღაცა ყველა იმ თითქოს აი რაღაცა აგრესია დაემართათ, რომ მე ვარ ეს, აი ამ მდგომარეობაში ან მიიღებ, ან მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან და ანუ ეს ჩემი მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ მე ცვლილება მინდა. არა და იდეაში ხო არ არსებობს, რომ გოგონას შიგნით ცვლილება არ უნდადეს. ახლა მგონია რომ უეჭველი უნდათ.
ხო, აი ესე არ მიყვარს ხოლმე ესე რაღაც ზუსტად თქმა, იმიტომ მე რომ ვიტყვი შენ ყველა არ ადამიანს ყველა ადამიანს ცალ-ცალკე ვერ გამოვკითხავთ, ხო? მაგრამ ხო, ძირითადად არის ხოლმე რომ ცვლილებები უნდათ. თუმცა ნახე ამ მოძრაობის ჩვენ ადამიანები მე რაღაცებს ისე ვიგებთ ხოლმე, აღვიქვამთ და ვირგებთ, როგორც რაღაც მომენტში გვინდა, ხო, რაღაც ხო, სიტუაციაში. როგორც გვაწყობს. ხო, აი რაღაც ის ხდება ხოლმე სახეცვლილებები. თუმცა ეს მოძრაობაც ხო სხეულის პოზიტიური აღქმა ზოგადად არაფრით არ გულისხმობს იმას, რომ თქვათ გქონდეს რაღაც BMI იყოს სადღაც, გქონდეს ძალიან ჭარბი წონა და მის გამო ვიყოთ თქვათ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებს ვუქმნიდეთ საკუთარ თავს, ხო? ეს კიდევ ერთხელ გულისხმობს, რომ თუ არ ჯდებით 70 თუ 90-60-90-ზე მაგალითად თუ არ ვართ, ამის გამო არ ვიგრძნოთ თავი გარიყულად, არ ვიგრძნოთ თავი რაღაც უსარგებლოდ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა სხეულზე ზრუნვა და თვით ზრუნვა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საკუთარ სხეულზე ზრუნვა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის პოზიტიური მესიჯი რეალურად არის ეს, რაც ხო. ანა, რა არის დისმორფია? ესე იგი, დისმორფია არის სხეულის გამოვიყენებ ამ სიტყვას დამახინჯებული აღქმა. როგორც წესი, ხდება ხოლმე ესეთ დროს, რეალობას არ შეესაბამება ხოლმე ის აღქმა, როგორც ადამიანები ამ დროს აღიქვამენ საკუთარ თავს და უფრო ხშირად ნახე სხეულის კონკრეტულ ნაწილს. აი ცხვირზე ხშირად ვთქვით, რომ ოღონდ ეს არის ძალიან მძაფრი. ეს არის იმდენად მძაფრი, რომ ამ ადამიანებს სახლიდან გამოსვლაც კი უჭირთ. სოციალური ფობია აქვთ, ჩაციკლული, აი მუდმივად ამაზე ფიქრი. შეიძლება იყოს, არ ვიცი, თეძო, აი, მაგრამ უფრო ხშირად რაღაცნაირად ერთ ნაწილზე არის ხოლმე, ხდება ხოლმე ჩაციკლა, არ ვიცი, და ანუ ეს დავუშვათ ერთზე ჩაიციკლება და მე ავითარებს ამ მდგომარეობას, ანუ ფსიქოლოგიურად რა პროცესი მიმდინარეობს ადამიანის ტვინში, ფსიქოლოგიურად ანუ ქიმიურად ავითარებს და იმ დონეზე რომ მე იკეტება დეპრესია ემართება თუ აი რა პროცესები, რა სიმპტომებით ხვდები, რომ იმიტომ რომ მე როგორც ვიცი დისმორფია სხვა რაღაცაა და ეხლა სხეულის პატარა ერთი რაღაცა რო არ მოგეწონება ხანდახან ეგ სხვა რაღაცაა. დისმორფია არის უკვე დიაგნოზი, ხო? დისმორფია არის უკვე დიაგნოზი. ეს ხდება როგორც გითხარით, აკვიატებული ფიქრით, რომელიც ადამიანს ამით დავიწყეთ ფუნქციონირებაში უშლის ხელს. ვერ ახერხებს ადამიანი, ვერ ახერხებს ყავდეს პარტნიორი, იმიტომ რომ არ მოსწონს საკუთარი სხეული. ვერ ახერხებს ყავდეს მეგობრებიც კი. და არ ვიცი, იმუშაოს, გავიდეს რაღაც ისეთ ცოტა უცნობ ადამიანებთან, კონდეს კომუნიკაცია, ვერ ახერხებენ ეს ადამიანები. ამას ძირითადად თუ თქვათ რაღაც სხეულის ნაწილზე არის აცვიათ ხოლმე ისეთი ტანის სამოსი, სადაც მათი სხეული არ გამოჩნდება და ის ნაწილი არ გამოჩნდება. აი თქვათ თუ უწევთ სადმე საზღვაო კურორტზე საცურაო კოსტიუმის ჩაცმა, ეს არის ხოლმე აი ტრაგედია და როგორც წესი არაფრით არ წავლენ, ანუ არ დადიან ზღვის კურორტებზე ეს ადამიანები. აი ძალიან ამაზე არის დამოკიდებული მათი ცხოვრება. და შეგრძნებაში იცი რას გავსავე ისინი რო არის ხოლმე სარკეები რო არის რაღაც სასაცილოდ რო ჩან ვართ ხოლმე ხო ხო ზოგან თავი როგორ წაგრძელებული ზოგან ხო აი ეს ადამიანები ხა მანდ რო ჩაიხედო და დაიჯერო რომ ეგრე გამოიყურები აი თავს როგორ იგრძნობ მაგალითად ხო აი ესე გონია ესეც ჯერაც აი შეგრძნებაში აქვთ განცდაში აქვთ რომ ესე უმახინჯესად გამოიყურები და რა არის არის ხო რაღაც სავარჯიშოები როგორც შეგიძლია ეგ განკურნო ასე ვთქვათ, ხო? აი ვისაც დავუშვათ არ აქვს ფსიქოლოგის საშუალება. ნუ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერ მიდის ფსიქოლოგთან, ხო? აი რა შეიძლება ეგეთ ადამიანს თუ დავუშვათ აქვს ეგ მომენტი. აი ფსიქოლოგთან მისვლა ხო საკმაოდ ბევრ რაღაც რესურსთან არის ხოლმე დაკავშირებული. პირველ რიგში იმასაც ვიტყვი, რომ მაინც დავამატებ, რომ როცა ეს ხანდახან იმდენად ძლიერი არის ხოლმე ეს მდგომარეობა, რომ სჭირდებათ ხოლმე მედიკამენტოზური ჩარევაც კი. გააჩნია რა ანტიდეპრესანტის გულისხმობს. ხო, ფსიქიატრი შესაბამის მკურნალობას უდგანს ხოლმე ხანდახან იმდენად
რთულად აქვთ ხოლმე ის, რომ გარესახლიდან ვერ გადიან საერთოდ ამის გამო მაგალითად. ამიტომ ამის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, როცა ამაზეა საუბარი და თუ ადამიანები რაღაცა ამოიცნობენ თავს, აი ერთი კონსულტაცია, მაინც რომ რაღაცნაირად მდგომარეობა განისაზღვროს, აი ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ რაც ვკითხე, რა შეიძლება რომ მათ დაეხმაროს, ხო, ესეთი მზა რეცეპტები ცოტა რთული არის ხოლმე ჩვენ სფეროში, თუმცა რაღაცები არსებობს. პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის არის სარკე ძალიან დიდი ტრიგერი. ვერ იტანენ სარკეში ჩახედოს, იმიტომ რომ იქ ხედავენ აი იმას რაღაც იხეთ გამოსახულებას არარეალურს, რომელიც როგორც რეალურად თვითონ არ გამოიყურებიან, თუმცა ამის არ სჯერათ, ანუ სჯერათ რომ არიან ისეთები. მაგრამ ანუ რა ხნა სარკე მოაშთოს? არა, პირიქით. ამ შემთხვევაში აი სარკესთან აი წეღარով საუბრობდით, რაღაც ფუნქციური აღქმა, ხო, მაგალითად შეიძლება ადამიანი დადგეს სარკესთან და სცადოს და აი ძალიან რთულია ხოლმე რეალურად ეს ამ ადამიანებისთვის სცადოს, რომ სხეული კი არ შეაფასოს, კი არ აღწეროს რაღაცა ზედსართავი სახელები კი არ დაარქვას, რომ ესეთი არ ვიცი, ფეხი მოგრეხილი, როგორი არ დაუსვეს. ხო, როგორი არა. უბრალოდ რაღაცაც შეხედოს მაგალითად ფეხს და თქვას, რომ რაღაც რაში ეხმარება ეს ფეხი, რას აკეთებინებს. აი ფუნქციურად აღწეროს. ფუნქციურად რას შვება გახსოვს კითხვა. ხო, რას შვება, რაში მჭირდება, როგორ მუშაობს, დააკვირდეს, ასევე მედიტაციები კიდე, ხო, რაღაცა რა ხდება ჩემს სხეულში, სად არის დაძაბულობა, რომ რაღაცნაირად სხეული გახდეს არა მარტო რაღაც შეფასების ობიექტი, არამედ რაღაცა სხვა ფუნქციურად სადღაც იქ დაძაბულობა, სადღაც რაღაცა შეგრძნება, აი სხვა დანიშნულება რომ მიიღოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ ადამიანებისთვის სხეული არის რაღაც შეფასების ესეთი ობიექტი მხოლოდ და მეტი არაფერი. და მედიტაცია, ეს გაიდ მედიტაციები არის ინტერნეტში, მაგალითად YouTube-ზე შეუძლიათ მოიძიონ. გაიდით როგორ არის ქართულად? გიდირებული მედიტაცია და მოусმინონ და იმედიტირონ. ეს ეხმარება. გახსოვს ჩვენ ვიყავით ერთად სემინარზე, კვებით აშლილობასთან იყო დაკავშირებული და იქ მოყვა ლექტორმა ესეთი მაგალითი, რომ მე მგონი რაღაც ესეთი body image-ის პრობლემა ქონდა მის პაციენტს და ერთ-ერთი სავარჯიშო იყო, რომ მეგობრებს აღწერინა თავის თავი. თუ რაღაცა ზუსტად ვერ ვიხსენე, მაგრამ ანუ ჯერ ამ გოგონამ მოყვა როგორ აღიქვავდა, რომ ეგონა რომ ქონდა დიდი თავი, დიდი შუბლი, ცხვირი რაღაცნაირი და რაღაცა ნესტო ქონდა ამოჭრილი რაღაცა დაახლოებით. აი ეგეთი რაღაცები მოყვა და ამასობაში ამ გოგონას დამოუკიდებლად იქ ჯგუფს აღწერინეს ფოტოდან და მე აი ამის აღწერილობა წააკითხეს გოგოს, მაგრამ მე მგონი ნათესავებს არ უნდა აღწერინო. კარგად მუშაობს ეგ, მაგრამ ნახე ნათესავები გამოგიძებნია. კარგად შეიძლება იმუშაოს, მაგრამ მე მაგალითად ფრთხილად ვარ ხოლმე მსგავს, ანუ ზოგადად როცა ჩემთან მოდის ადამიანი მსგავსი სირთულით, ჩემი მიდგომა არის ხოლმე და რაც ის რომ ზოგადად გარეგნობაზე არ ვაკეთო აქცენტი. რაღაცნაირად ეს არ იყოს ის, იმიტომ რომ თუ მე ვცადე რომ დავაჯერო რომ ულამაზესი ხარ, მქონია სხვათა შორის ეგისიც რა თავიდან მეც მქონია რომ შემიხედავს და მეუბნება რომ საშინლად გამოვიყურები და ვხედავ ულამაზეს გოგოს. ჩემს რა რთულია რა როგორ აი ლაპარაკო ხა იმის ფეხის ფუნქციონირებას. როგორ ულამაზესი აი ჩემს აღქმაში ულამაზესი ადამიანი მეუბნება რომ არის მახით. და პროფესიულად არ გაქვს იმის უფლება რომ უთხრა რომ რას ამბობ ულამაზი ხარ. კი, როგორ არა, რა თქმა უნდა მაქვს უფლება და გამიკეთებია კიდეც ამას ვამბობ, მაგრამ ნახე რაღაც შედეგები რომ მინახავს ამის, ხო ძალიან გულწრფელად გამიზიარებია, მართლა რომ ძალიან მომწონებია. მაგრამ შედეგები რაც მინახავს არის რომ მოდის თერაპიაზე და იქაც მაგას ხო ნათესავებიც ხშირად ეუბნებიან. ხო.
ეუბნები ხშირად რომ ულამაზესი ნუ ხარ იმის რა არიღებს ხომ შენ ხوار გაგირდი რა გჭირს შენ ესეთი ხო ანუ მაგრამ სირთულე ის აქვთ ამ ადამიანებს რომ ვერ იჯერებენ ამას რა და ხა ის სავარჯიშო რაც აღწერი ანუ ასევე ძალიან კარგი შეიძლება იყოს დაცულ სივრცეში ფსიქოთერაპი ვთქვათ ფსიქოთერაპიულ ჯგუფში რო გაკეთდეს რა მაგრამ თუ ხა ადამიანებს ხა რო ვუთხრათ ესე დისტანციურად რო წადი და შენი ფოტო უცხო ადამიანებს შეაფასებინე იქ არ ვიცით რა კომენტარებს მივიღებთ და მან ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი, მაგრამ რაღაც უსაფრთხო გარემოში აი ფსიქოთერაპევტი ძალიან კარგი შეიძლება. ესე იგი, სარკე არის ძალიან კარგი გამოსავალი, ოღონდ ფუნქციური აღწერილობა. მედიტაცია არის ძალიან კარგი და მოდი ახლა ჩვენ კვებაც დავაკავშიროთ რაღაცნაირად აი ამ ყველაფერთან. აი რა როლს თამაშობს კვება სხეულის აღქმაში თუნდაც შესაძლებელია თუ არა კვების მოწესრიგებით აი რაღაცა დოზით ეს დისმორფიაც ცოტა სიმპტომები ცოტა შეგვინელდეს და ასე შემდეგ. ნუ ფიზიკური აქტივობა არ ვიცი, მაგ დროს ფიზიკურ აქტივობას ურჩევთ ხოლმე ფსიქოლოგები? ფიზიკური აქტივობა ყოველთვის ყველა შემთხვევაში არის ხოლმე რა თქმა უნდა ძალიან კარგი და ყოველთვის ყველას ურჩევთ ხოლმე, მაგრამ ნუ ეხლა ცოტა ის არის რა გააშარჟება მიდის რა ვარჯიში და სწორი ყვება ანუ უკვე ყველაფერი იმიტომ რომ ყველაფერი ანუ ხო რა თქმა უნდა კარგი არის ყველა სიტუაციაში გარდა რაღაც ანორექსიის გარკვეული შემთხვევებისა როცა პირიქით ვცდილობთ ხოლმე რომ შეწყდეს ფიზიკური აქტივობა იმიტომ რომ ადამიანი აბსოლუტურად არ იღებს საკვებს ამ დროს პირიქით მოჭარბებული ენერგია აქვთ ხოლმე და ვარჯიშობენ და ვარჯიშს აქვს ხშირად თვით დასჯის ფუნქცია. როცა თვით დასჯის ფუნქცია აქვს ვარჯიშს, აი მან ვერავით ხოლმე, თორე დანარჩენი ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა ვარჯიში ხო. მაგრამ რა საინტერესოა, ახლა სხვა თემაზე არ მინდა რომ გადავხდე, მაგრამ ანორექსიისკენ როცა არის ადამიანი, ენერგია საიდან აგენერირებს? ხო, ხო. ენერგია ამ დროს ანუ ეს ბიოლოგიური იმებით რა ქვია პროცესებით პირიქით უდიდესი ენერგია აქვს ხო ფსიქიკური ბიოლოგიური უდიდესი ენერგია აქვს იმდენს ვარჯიშობ, ანუ ყოველ დღეში ორჯერ შეიძლება, დღეში სამჯერ შეიძლება ივარჯიშონ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ლიმიტირებული არის, ანუ სუპერ ხდება, მე შეიძლება რაღაც ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები დაემართოთ, ანუ ამ შემთხვევაში და კაი, მაშინ მაგას მე შემდეგ ეპიზოდში, იმიტომ რომ ესე იგი ფსიქიკა იმდენად ძლიერი არის, რომ მთელი შენი ბიოლოგიას ამარცხებს, რომ გლიკოგენი არა გაქვს, გლუკოზა არა გაქვს და რაღაცა არაფერი არ გჭირდება, თურმე ფსიქიკა უნდა იყოს ძლიერი. ძალიან აქტიურები არიან. საინტერესო აქვე კვება ვახსენეთ და ბარემ იმასაც შეგახსენებთ რომ უნდა გადმოწეროთ CherrySfit აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე გაწერილი მენიუები თქვენთვის, თქვენს კალორიაზე მორგებული, თქვენს ზომა წონაზე მორგებული და ფაქტიურად ნებისმიერი თუ ძალიან კარგი კულინარული ბრძანდებით ინგრედიენტებიანი კვება შეარჩიოთ, თუ არ გინდათ იმაზე ფიქრი, რა საჭმელი გააკეთოთ, უკვე გაწერილი რეცეპტებიანი მენიუ შეიძინოთ და რას ვსავარია ეს ყველაფერი, ანუ რა არის თქვენი მიზანი, წონის კლება თუ მატება, ეს ყველაფერი გააკეთოთ ჯანმრთელად და გემრიელად. ანა, გავაგრძელოთ და მოდი კვებას დავუკვირდეთ, როგორ დავაკავშიროთ, როგორ არის გადაჯაჭვული, აი წეგან თავიდან ახსენე შენ რომ მიქსში არის, აი ეს ბოდი დაბალი სხეულის აღქმა და კვება ფაქტიურად ძალიან ჯაჭვშია და იმაში. პრინციპში მე რაც შეხვედრია ჩემს პრაქტიკაში თითქმის ერთად არის ხოლმე. ხა შეიძლება რომ ადამიანს კონტეს რაღაც კვებითი დარღვევა, მაგრამ ესეთი გამოკვეთილი სხეულის დისმორფული აშლილობა არ კონდეს, მაგრამ რაღაცა სიმპტომები მაინც არის. აი როგორც წესი ეს არის ერთად და როგორც წესი სხეულის აღქმა ისევ და ისევ ჩვენი სტანდარტებიდან და აი ამ რაშიც ვიზრდებით და ცხოვრობთ და ვარსებობთ, რომ წონა თითქოს განსაზღვრავს ყველაფერს. ანუ წონა ძალიან დიდ როლს თამაშობს ხოლმე იმაში, როგორ რამდენად მოგვწონს ჩვენი თავი, რამდენად კმაყოფილი ვართ და აი ეს ალბათ ქალების უდიდეს პროცენტს შეგვეხება ხო? ნუ მე პირადადაც მეხება, იმიტომ რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ხოლმე. ესეა.
მაგრამ ჯანსაღი რა თქმა უნდა, ანუ საერთოდ ყველაფერი, როდესაც ადამიანის ფსიქოლოგიაზე და ადამიანის ქცევაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი შეიძლება, ანუ ყოველთვის ბალანსშია ხოლმე საქმე რა და არის რომ რაღაცა ან ერთ უკიდურესობაში, ან მეორე უკიდურესობაში არ ვიყოთ და სადღაც შუაში მოვახერხოთ ხოლმე გაჩერება. ხოთორე ხანახან გოგოებმა წონელზე რო ვისაუბროთ, რა უჭირს? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ აი კვების ამბავი, როგორც ანუ ჯერ კვებითი დარღვევები ეწყებათ და მერე იწყება ეს სხეულის მიუღებლობა თუ სხეულის მიუღებლობა იწყება და მერე იწყება რაღაც რადიკალური კვების ქცევების შეცვლას და ასე შემდეგ. ორივე შეიძლება, როგორც ყველაფერი შეიძლება, მაგრამ როგორც წესი, კვებას იწყება ხოლმე, იმიტომ რომ არ მოსწონთ ხოლმე საკუთარი სხეული და არ მოსწონთ ხოლმე საკუთარი სხეულის ფორმები. ნუ ხა შეიძლება რომ როდესაც ვთქვათ ბულიმიაზე არის საუბარი, იქ შეიძლება რომ როცა ჭარბი რაოდენობით ადამიანი საკვებს იღებს, ვთქვათ მოიმატა წონაში, მერე იწყებენ ხოლმე რაღაც პირღებინებას და ორივე შემთხვევა შეიძლება, მაგრამ აი უფრო ხშირად არის რომ არ მოსწონთ ხოლმე პირველ რიგში საკუთარი სხეულის ფორმები, მერე იწყებენ შიმშილს, მერე თავისთავად ეს შიმშილი გადაიზრდება ხოლმე უკონტროლო კვებაში, მერე უკონტროლო კვება იწვევს დანაშაულის განცდას, საკუთარი თავის რაღაც მიუღებლობას, დანაშაულებას და თვითგვემას და რაღაც საკუთარი თვითდაცლის პროცედურები და ესეთი წრე იკვრება ხოლმე. აი მაგ დროს როდის არის სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელი? ჩემმა გოგონებმა უკვე გაიარეს შედარებით სემინარი, მაგრამ მე არ დავსწრები ვარ და თან მაყურებელსაც ალბათ ძალიან აინტერესებს, იმიტომ რომ უკონტროლო კვება აქაც უნდა გავმიჯნოთ, ხო? უკონტროლო კვება არის ცოტა სხვა, ასე ვთქვათ, სხვა სიმპტომები და კვებითი აშლილობა, როგორც დიაგნოზი, არის სხვა სიმპტომები. თუ შეგიძლია რომ აი 1-2 სიტყვით ეს განვასხვაოთ, აი უკონტროლო კვება იგივე binge eating-ი. აი ეს რა მახასიათებლებით ხასიათდება და მერე კვებითი აშლილობა როგორც დიაგნოზი, იმიტომ რომ გოგოები ხანდახან ეს წერენ ხოლმე რომ მაქვს კვებითი აშლილობა. ანუ ეს შენ თვითონ გამოუტანე შენ თავს ვერდიქტი თუ სპეციალისტმა დაგისვა ეს დიაგნოზი, მაგრამ ნუ აი უფრო აი ამ უკონტროლო კვებას მიაწებენ ხოლმე რომ აქვთ კვებითი აშლილობა და ამით ცხოვრობენ მერე ამ იდეით, რომელიც მე მგონია რომ ასევე დამაზიანებელია, ხო? ხო, რა თქმა უნდა, მოდი იქიდან დავიწყებ რომ უკონტროლო კვება შეიძლება ყველას გვახასიათებდეს ხანდახან. ცალსახად. როცა მით უმეტეს და გადავისწრეს. აი, თუნდაც ემოციური კვება, ხო, ემოციური კვება, არ ვიცი, მოწყენილი ვარ, გახარებული ვარ ვჭამე, მოწყენილი ვარ ვჭამე, PMS-ის დროს ვჭამე, ანუ ძალიან ბუნებრივი არის ესეც ისევე როგორც სხვა ყველაფერი. და კიდევ ერთხელ, როცა ამას აქვს მუდმივი ხასიათი, როცა ამის შემდეგ განვიცდით დანაშაულის, აი ძალიან ძლიერი დანაშაულის განცდა როცა მოდის, როცა რაღაც სხვადასხვა ან ლაქსატივების დალევა, ან პირღებინება, ან ასე შემდეგ ამას მოყვება, როცა ეს არის, ხო. როცა ეს არის ხოლმე, როცა ეს ხშირი ხდება, ხო? რაღაც სპეციალური კითხვარებიც არსებობს ხოლმე, რომ რაღაც ზუსტად აი ვთქვათ, ბოლო კვირაში რამდენჯერ მოხდა პირღებინების გამოწვევა ხელოვნურად და ასე შემდეგ, რამდენჯერ იყო ეს უკონტროლო კვების ეპიზოდი, თუ ამას მუდმივი ხასიათი აქვს, თუ ეს გუნება განწყობაზე აისახება და ამის გამო ვერ ვახერხებთ, რომ დავტკბეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით, ან არც დავტკბეთ და შეიძლება თუნდაც რაღაც სხვა რაღაცებზე ვიღელვოთ. ხანდახან ეგეც ფუფუნება ხოლმე იმ ადამიანებისთვის, პატარა რაღაცებზე ღელვა, ვისაც სერიოზული რაღაც ფსიქოლოგიური სირთულეები აქვთ, ხო? იმიტომ რომ რაღაც იმ ერთ კონკრეტულზე არიან ჩაციკლულები და სხვა რაღაც ჩვეულებრივ რაღაცაზე ნერვები არ მოეშლებათ. იმიტომ რომ არ ვიტყოდი. მოგეწონა. უსე მომეწონა. ანუ იმდენად რაღაცა ის ერთი არის ხოლმე აკვიეტებული, რომ სხვა რაღაცები უფერულდება. ხო, როცა ეს მდგომარეობა არის, როცა მთელი დღე გადის იმაში, რომ რა ვჭამო, დავთვალე, ეხლა აი ამ იმაში გადის და თან თუ ვჭამე დანაშაულის განცდა მაქვს, თუ არ ვჭამე და უსაჭმელზე ვფიქრობ, აი მან რა ეგ არის, ეხლა შენახსენი, ეს არის უფრო უკონტროლო კვების მხარე. მე ახსენი უკვე როცა შეიძლება რომ მივმართოთ სპეციალისტს და აშლილობა თუ არა ისე მე
დაადგენს კონსულტაციას. თუმცა მე მგონია რომ როცა გვაწუხებს. ანუ მარტივია, როცა გვაწუხ ხელს გვიშლის ცხოვრებაში. საერთოდ მე ესე ვარ ხოლმე ჩემი ძალიან ახლობლებით რაღაცას რომ მეკითხებიან, რომ აი მივიდე ფსიქოლოგთან ამაზე, აი თუ ხელს გიშლის, თუ ეს შენ ცხოვრების ხარისხს აზიანებს, მაშინ კი. და თუ არა, ეხა მე რო ვთვლი რომ ვიღაცას რაღაცა გამოსასწორებელი აქვს პირობითად, ეგ ჩემი პრობლემაა და ჩემი სირთულეა და არა იმ ადამიანის. თუ ის კარგად არის ამ ყველაფერთან და ოკეია. ნამდვილად. თუმცა ის შენ რო ახსენე ისიც დანაშაულის გრძნობაც, აი ძალიან ჩვეულებრივია, როცა ჯანსაღი და დაბალანსებული ამბავი მიცე. ხანდახან მეც მინანია რომ აი რა სიღორე იყო, ხა ამ ბოლო ტორტის ნაჭერის შეჭმა, ან რაღაცა ბოლო მე-14 ხინკალის შეჭმა. კი, მე ხანდახან ნახე მთავარი საკვანძო სიტყვა მანდ არის ხანდახან, რომელსაც იყენებ, ხო? მაგრამ როცა ეს ხდება მუდმივად ყოველ დღე, ყველა კვების მერე და მთელი დღე წარმოიდგინე სხვადასხვა აქტივობით რომ უნდა იყო დაკავებული, გეფიქრება საკვებზე, ან დანაშაულის გაცდა გაწუხებს, ან რაღაც ერთი სული გაქვს აიწონა, რომ ეხლა რომ ის ორი ლუკმა სენდვიჩი მირთვი რამე ხომ არ მოიმატე. და აი მაგ დროს როგორ მივხედოთ ჩვენ თავებს? რა არის მანდ ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ვიცი რომ მზა რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ კარგი სავარჯიშოებიც არსებობს, მე როგორც ვიცი და გაგვანდე, გაგვიზიარე. პირველი რაც არის, როცა ეხება უკონტროლო კვებას, და ემოციურ კვებას მნიშვნელობა არ აქვს. ეს როცა არის ხოლმე რაღაცა მდგომარეობა, რომ მე კი არ მივიღე გადაწყვეტილება, რომ რამე საკვები მიმეყო, რაღაცა იმპულს, მაგრამ აი თითქოს რაღაცამ გამაკეთებინა, აი ეს მიყვებიან ხოლმე ამ რაღაც ამ ეპიზოდებს თავიანთ ცხოვრებაში. არის ხოლმე რომ თითქოს თვითონ არ იყვნენ, ხო, თვითონ არ იყვნენ, აი რაღაცამ გამოაღებინა მაცივარი და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ეს მართლა ესე არის ხოლმე განცდისეულად და ამიტომ ჩვენ ამ დროს ვცდილობთ ხოლმე რომ აი ეს იმპულსი კი არ იყოს რაღაცა რაც გვაკონტროლებს. აი პირიქით ვიცნოთ, დავინახოთ და იქეთ ვმართოთ მაქსიმალურად. ხო, ეხლა მაგაზე ანუ როცა ესეთი ის მაგ ხოლმე ვთქვათ სახლში ჩემთან მოსულ ადამიანებსაც ვეუბნები ხოლმე რომ პირველი რაც შეიძლება გააკეთდეს, ხო, მაგალითად არის ის რომ აი მივედით მაცივართან ამ მდგომარეობაში. და ანუ ის არა რომ არ ჭამო, არ მიიღო საკვები, გაჩერდი 3 წუთი დაინიშნე. 3 წუთი დაინიშნე და დაჯექი უბრალოდ. და დააკვირდი რა ხდება ამ დროს. ქშია, არ ქშია, რა შეგრძნებები გაქვს სხეულში, რა არის, რა გინდა, როგორ ხასიათზე ხარ. მაგრამ მაგ დროს როგორც ესი ქშია, ანა. იმიტომ რომ მეც მქონია ეს ემოციური კვებები გადასტრესილი დღის მერე, თუ ძალიან გადაჭამება, ხო? მაგ დროს ქშია. რეალურად იცი რომ არ ქშია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ფანტასტიკურად გაქნაკვები, მაგრამ ქშია. ოკეი. და ანუ ჭამო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ხო, ანუ არ არის ეს მუშაობა იმაზე, რომ არ ჭამო, ხო? ეხლა შენ რო ყვები ამ შენს შემთხვევას. შენ რო ყვები იმას რაც ნორმალურია, მაგას საერთოდ არ ვერჩით, რა თქმა უნდა ჭამო და ანუ არც ფსიქოთერაპიულ ჭრილში ეგ არ ხდება. მაგრამ ეს ჭამა არ უნდა გადავიდეს დაუშვათ უაზრო დიდი პორციის მიღებაში, ხო? მაგრამ როცა როგორც წესი მაგ დროს, აი ფიზიოლოგიური შიმშილი ხშირად არის ხოლმე ნაკლებად რა და არის ხოლმე არ ვიცი რაღაცა დასაკუთარი თავის დაჯილდოების სურვილი ან რაღაცა მოწყენილობა და მნიშვნელოვანია ხოლმე რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ აი ხანდახან ამ დროს აი ამ 3 წუთში ვაწერინებთ რა ემოციებს გრძნობდნენ და შეიძლება ეს აი ისეთ ადამიანებმა თავიანთვისაც რომ გააკეთონ ძალიან ბევრი რაღაც გაცნობიერება მიიღონ ამით. რომ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ბრასთან კავშირდება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში სიყვარულის ნაკლებობასთან. რაც ხშირად და მემყოლია გოგონები, რომლებიც მეუბნებიან, რომ აი შეყვარებული რო ვარ, საერთოდ არ მინდება. მყოლიან ისეთი გოგონების, რომლებიც ამბობენ, რომ აი სიყვარული მასუქებს. პირიქით, ანუ ხო, აი ბერილობება. ხო, ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ ჩვენ კვება რეალურად არის სიამოვნების მიღების
ერთ-ერთი წყაროც, ხო? ესე იგი, აი, ცოტა იმებს რომ მიუბრუნდეთ, 3 წუთი გავჩერდით, 3 წუთი დავველოდეთ, შევაფასეთ ჩვენი რაღაც შეგრძნებები. კიდე რა შეიძლება? ნელა მივიღეთ საკვები. ნელა მივიღოთ იმას, რასაც ნელა მივიღოთ საკვები. ყველანაირი ეკრანის ყველაფრის გარეშე და დავაკვირდეთ გემოს. და რაც თავარია რა ამ დროს და იშვიათი არის ხოლმე კვებით სირთულეების დროს იშვიათად იღებენ იმ საკვებს, რომელიც უყვართ მართლა და მოსწონთ. ზუსტად იმიტომ, რომ მე ეს დანაშაულის განცდა აქვთ ხოლმე, როგორც წესი იღებენ, არ ვიცი, რაღაც ისეთ საკვებს, რომელიც ნაკლები კალორია აქვს, არასწუქებს ან ასე შემდეგ. და რო ვეკითხები ხოლმე, რომ როდის მიიღე საკვები ისე, რომ მოგეწონა და ისიამოვნე და აი ვერ იხსენებენ ხანდახან. იმიტომ რომ სულ რაღაც ისეთ საკვებს იღებენ, რომელიც არ უნდათ, მაგრამ არ ვიცი, კაი არის რაღაც სალათი, რაღაც და ვერბერი. არა, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ისიამოვნონ. აი რამე ისეთი მიიღონ, რაც მოსწონთ და უყვართ. და მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ მაგ დროს ეხლა კვებითი აშლილობა უკვე რა თქმა უნდა ცალსახად საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას, მაგრამ აი როცა არის უბრალოდ ესეთი უკონტროლო კვება საღამოს, ეს იმიტომ ხდება ძირითადად, რომ შუადღისას კვებას აგდებენ ან მთელი დღის განმავლობაში არ ჭამენ და უკვე ფიზიკური შიმშილი ებრძვის იქ მენტალურ შიმშილს, იქ მენტალურ გამოფიტვას დღის განმავლობაში, დღემ გათრია, საცობმა გათრია სამსახურმა და პლუს ფიზიკურად ორგანიზმი მშიერი იყო და რა თქმა უნდა ღამე 3 და 4 კაცის პორციას შეჭამ ყველა ვარიანტში და მაგის კონტროლი შეუძლია თუ არა გააკეთონ, ხო? გარდა უეჭველი შეუძლიათ რომ დღის განმავლობაში კონტეინერებით იარონ და გადაანაწილონ კვება. მე არ მეგულება ისეთი სამსახური, რომელიც არ გაძლევდეს ახლა ჭამაზე დროს. არის ესეც სამსახური საქართველოში? არ არსებობს. აი, ჩვენ გვქნით იმ სამსახურშიც რაღაცნაირად დროს. კი ბატონო, არის ხოლმე, ხა მეც მქონია ბანკში როცა მუშაობდი რაღაც. საგიჟეთ, მაგრამ პირველდან ორამდე იყო წმინდა. ხო, ნუ ეგ შეხვედრებს და იმას არ ნიშნავ მაგ დროს რა, რომ ჭამ. ოკეი, 15 წუთი ხო არის საჭირო, საკმარისი. რა თქმა უნდა არის ხო, ნუ ეს რაღაც პრიორიტეტების ამბავია ხოლმე და რაღაც კულტურისაც ხო? ან просто ჩვევის ესე რომ ვთქვათ, როგორ არის ადამიანი მიჩვეული. კვებას რამდენად აქვს ეს ჩვევაში რომ ატაროს საკვები და ასე შემდეგ. აი რა ვთქვი 3 წუთი რომ ვახსენე ზუსტად ეს იყო რომ დავაკვირდეთ შეგრძნებას რომ ეს არის ფიზიოლოგიური შიმშილი, ნამდვილად ფშია ფიზიოლოგიურად, იმიტომ რომ თუ ესე რომ ვთქვათ შიმშილობს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქ ჩემზე უკეთიცი, რომ გამორიცხული, აი იქ მე თვითონ ორგანიზმის ჩვენი ფსიქიკაც როგორც აკრძალვის მე აუცილებლად აკომპენსირებს, რაღაცით კომპენსირებას აკეთებს, ძალიან ბუნებრივი რეაქცია, იმან რომ ბალანსი აღიდგინოს ჩვენმა ფსიქიკამ და ჩვენმა ორგანიზმმა, აი ეს ყველაფრის ერთად ჭამა ძალიან ბუნებრივი რეაქცია არის, ხომ იმის თუ ეს არ გვინდა ამის კონტროლი, რასაც ახლა შენს ბლოგში მუდმივად ამბობ, ამაზე არის რომ რაღაც ნუტრიენტულად დაბალანსებული საკვები მივიღოთ მთელი დღე და მე პირადად ჩემი გამოცდილებითაც, მაგალითად აი ცილას თუ ვიღებ საკმარისი რაოდენობით, აი ძალიან თამამად ვურჩებ ხოლმე. ნერე ის ხო რჩევებს ხარ გავცემთ, მაგრამ ეგ ის რჩევა არის მართლა, რომ აი ცილა მიიღეთ, იმიტომ რომ ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. რომ განაყრებს. რომ აბსოლუტურად სხვანაირი არის ჩემი კვების რაციონი და რაღაც განრიგი იმ შემთხვევაში თუ ვიღებ ცილას საკმარისი რაოდენობით, რაც დიდად არ ვიყვარს. მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი, როცა ადამიანს დაკარგული აქვს ხოლმე კონექშენი კავშირი სხეულთან. აი ვერცნო ვერ შეად არ შეად რას გრძნობა, აი ვერ აღწერენ, ხო არის ესეთ შემთხვევა, როცა საერთოდ ვერ აღწერენ. აი ამ დროს როგორ შეიძლება რომ მიაბრუნო ადამიანის სხეულისკენ რაღაც ჩაახედო. დაახედო. გავარჯიშება. ეხლა რომ ვახსენე რომ 3 წუთი თქო, სანამ მაცივარს გამოაღებენ, ეგ 3 წუთი მაგისტვის არის, თუმცა უდიდესი პროცენტი ადამიანების, ვინც ამის კეთებას იწყებს, ვერაფერი ვერ ვიგრძენი, არაფერი არ ხდებოდა, არაფერი არ იყო, ხო, იმიტომ და მაშინ რა ხდება? გავარჯიშება. სხეულთან კონტაქტი არის გავარჯიშება. ანუ ფიზიკურ ხელის გავარჯიშება.
აი ამევე ამის გაცნობიერების გავარჯიშება, რომ დღეს შეიძლება კარგად ვერ მივხვდი რა ხდება ჩემს სხეულში, მაგრამ კიდევ დავაკვირდე. თუ ესევე რა იქნებ meditაცია ვცადო. ანუ ვარჯიში ასევე ფიზიკური აქტივობა ძალიან ეხმარება აი ამ კავშირის აღდგენას. და საერთოდ რამ სიამოვნებს ჩემს სხეულში. ოკეი, ვერ ვიგრძენი იქამდე რა ხდებოდა. მოდი ახლა ვეცდები რომ ის საკვებს რო ვიღებ, რაც მომწონს იმას რო ვიღებ. აი ეგ სიამოვნება ვიგრძნობ, ვერ ვგრძნობ, მაგრამ ამასაც ძალისხმევა სჭირდება და სამწუხაროდ რაღაცა ესე არ არის და ესეც იმიტომ ხდება რომ ჩვენ ბავშვობაში როგორც წესი არ გვეკითხებიან რას გრძნობ როგორც წესი არ გვასწავლიან რომ სხეული არის მნიშვნელოვანი სხეულებრივი განცდები და შეგრძნებები არის მნიშვნელოვანი არის ღირებული და გეუბნები რას ფიქრობ ძალიან ხშირი ხო ისეთ ემოციებით ლაპარაკს არ ვართ ჩვენ შეჩეული და ემოციების ლაპარაკს და ასევე შეგრძნებების ეს სხეულში რა ხდება ანუ ამაზე კონცენტრაცია არ ვიცი ეხა იცი რაღაცა უნდა ვთქვა არ ვიცი რამდენად შეიძლება მაგრამ მე მითხრას რომ YouTube-ზე ყველაფერი შეიძლებაო და მეც ვიტყვი იცი რა ზე ვარ დაკურებული ნუ რა თქმა უნდა ვისთანაც მე ისეთი სიახლოვე მქონია რომ დავუშვათ გავსაუბრებულ ვარ ან ონლაინაც ცოტა უფრო მეტი სითამამე მაქვს ხოლმე რომ როცა მომწერენ ბლოგზე უფრო თამამად ვსვავ ხოლმე ესეთ კითხვებს შეიძლება ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ რაღაცებში ვიჭრები მაგრამ როგორც წესი დაკურებული ვარ რომ თუ გოგონას აი ესეთი დაბალი სხეულის აღქმა აქვს ხოლმე და საკუთარი თავის მტერი ხდება, როგორც წესი მას აქვს პირადი ცხოვრება დაულაგებელი. აი რაღაცა ჩემი დაკურებით ესე არის უდიდესი პროცენტი. ყოფილა კარიერული მომენტიც, რომ სამსახურში ყოფილა რაღაცა ძალიან ვიწროთ და ეხა ავიწროვებენ სექსუალურად არ ყოფილა, მაგრამ უბრალოდ ანუ დათრგუნული ყოფილა სამსახურში, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე კაცების ბრალი. ეს კაცებს არ მინდა მართლა დავაბრალო, მაგრამ რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობის აუთკამი, როგორ თქვა, შედეგი არის ამ გოგონას, გინდათ ჭარბი წონა, რაღაცა თავდაცვითი რეჟიმი არის ეს სხეულის თუ ფსიქიკის თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ეწყებათ საკუთარი სხეულის აუტანლობა და აი კითხვებით რომ მივსულ არ ხოლმე და იქ, აი უეჭველი მივდივართ მე იმ რაღაცა ტოქსიკურ ურთიერთობამდე ან არაჯანსაღ სექსამდე. ესეც ყოფილა. კი, ძალიან კავშირშია. ანუ არ არის მარტო ეს ვთქვათ შენი დაკვირვება და რა თქმა უნდა გაჩვენებდა ამას პრაქტიკა, იმიტომ რომ სხეულის საკუთარი სხეულის მიუღებლობა და სექსუალური უკმაყოფილება, ან სირთულე სექსუალურ ურთიერთობებში ფაქტიურად ერთად არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ ზოგადად ამ ადამიანებს უჭირთ კონდეთ სექსუალური კავშირი. სწხვენიათ, არ მოსწონთ საკუთარი თავი და შესაბამისად არ უნდათ რომ დაინახონ. მაგრამ მე უყურე პირიქით. მე ვიცი რა ხო. პირიქითაც არის, კი. და ნახე, ეხლა მე პირიქით დავიწყე, იმიტომ რომ ხშირად ხო ჩვენ რაღაც არაცნობიერად, როცა რაღაცა სირთულეები გვაქვს ხოლმე ცხოვრებაში პოულობთ ისეთ ადამიანებს და ისეთ ადამიანებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიჭერთ ურთიერთობას, ვინც ციკოს აი ამ ყველაფერს დაგვიმტკიცებს, ხო, შეიძლება ესე ითქვას, ანუ ეს ერთი მხრივ ის რომ მამაკაცთან ურთიერთობის მერე ხდება, ამას ორი მხარე შეიძლება კონდეს. დაგვიმტკიცებს რას ნიშნავს, რომ ანუ რეალურად მე მიმყარებს იმ დაჯერებულობას, რომ მე რაღაცა პრობლემატური ტიპი ვარ. ისეთ ადამიანს ვიპოვი, ვინც კიდევ უფრო გამიმყარებს იმ რატომაც, ანუ ის როგორიც ვარ, ისეც ვიზიდავ ეგ არაცნობიერად, ხო, დაახვეცნობიერად, კი ბატონო. ეს არ ხდება ესე გაცნობიერებულ დონეზე და ზოგადად აი სადღაც ხო ისევ არაცნობიერად ჩვენ მხოლოდ ვთანხმდებით ისეთ ურთიერთობებს, რომელსაც გულის სიღრმეში მაინც აი არაცნობიერად ვთვლით რომ ვიმსახურებთ, ხო? რაღაც ისეთ ურთიერთობაში, რომელსაც აი შეგრძნებისეულად ზუსტად ვიცი, რომ მე ამას არ ვიმსახურებ, იქ არ ვჩერდებით. ეხლა ძალიან ისეთ რაღაცას ვამბობ, შეიძლება ბევრისთვის სენსიტიური იყოს და ეს ხო, მაგრამ ნუ ძირითად შემთხვევაში ესე ხდება ხოლმე. ამიტომ ჩვენი აღქმა რომ მნიშვნელოვანია როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და რა ღირებულებას ვანიჭებთ საკუთარ თავს. თუ გარეგნულ
ვითვაფასებთ მხოლოდ საკუთარ თავს, უდიდესი შანსია ვიპოვოთ პარტნიორი ისეთი, რომელიც ასევე მხოლოდ გარეგნობით შეგვაფასებს და თუ ახლა ურთიერთობაში მხოლოდ ვიზუალური მხარე არის მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება არასდროს გამოილიოს ან გემოვნება შეიცვალოს ან ასე შემდეგ და იქ ტრავმებიც მეტი იყოს. ეს არის ერთი მხარე, თუმცა მეორე მხრივ შეიძლება რა გოგონას ესე არ ჰქონდეს არანაირი კომპლექსი, კომფორტულად იყოს საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, ნორმის ფარგლებში და მეტნაკლებად და რაღაც არასასურველ და არასასიამოვნო ურთიერთობების მერე იქნება ეს შეიძლება იყოს სექსუალური ურთიერთობა, შეიძლება იყოს უბრალოდ კომუნიკაცია, მაგრამ აქედან გამომდინარე დატოვოს საკმაოდ დიდი ტრავმა, მიუღებლობა სხეულის და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ეს დროებითი არის, ხოლმე როცა სადღაც ფესვები არ აქვს ამას გადგმული, უფრო დროებითი არის, ხოლმე რაღაც უფრო ადაპტაცია სჭირდებათ ხოლმე ამ ადამიანებს, რომ რაღაც გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და რაღაცა კვალი შეიძლება ზოგის მდგომარეობა ეს წლები გრძელდება. აი ხანდახან უკვე რომ მოუმართიათ ხოლმე, ხო? და დრო რო არ მაქვს, მე აი ამდენი კითხვები დავსვა, რამდენიცას დავშვა, წინას დავსვი და რაღაცა, ეგრევე ვეკითხებ, ხო, პირად ცხოვრებაში ყველაფერი დავაგებული გაქვს. ანუ ხო იცი რაღაც პირად ცხოვრებას მიხედვა და მაგრამ რატომ არისო ქალის ფსიქიკა ერჩის საკუთარ თავს? რატო კაცი არ ერჩის საკუთარ თავს? არასწორი ქალი რო ყავს. მაგრამ მგონი ეგინც ერჩია სვავენ. ხო, ან ადამიანის ფსიქიკა რაღაც საინტერესოა. იქ სხვანაირად არის, ხო, კაცების შემთხვევაში კიდევ სხვანაირად არის და ქალების შემთხვევაში ხო, ანუ ყველა თვით დადანაშაულება ჩემი დაკვირვებითაც ამას არანაირი სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ხშირი არის ხოლმე ქალებში. ქალებში რო ეს პირადი რაიმეა. ხო, თვით დადანაშაულება. მეც ჩემი დაკვირვებითაც ესე არის, მაგრამ არ ვიცი, აი იმის კულტურული, როგორ ვიზრდებით ჩვენი დანიშნულებას, როგორ ვხედავთ სოციუმი, რას მოითხოვენ ჩვენგან, ხო, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, სოციალური არსებები ვართ და გვინდა რომ ვიყოთ სოციუმში მიღებულები, მოწონებულები, დაფასებულები, აღიარებულები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იყო. იცი რა მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი, რომ აი ზუსტად აი ამ კი პრინციპში უკვე გაეცი პასუხი, მაგრამ აი რა კლინიკურ გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული აი ეს დაბალი აღქმა, სხეულის დაბალი აღქმა. დეპრესიასთან არის დაკავშირებული, სოციალურ ფობიასთან, როგორც თქვია, როცა გარეთ გასვლის შიში არის დეპრესია და ნუ ეს ხო ჯაჭვი არის, ახლა არ მინდა რომ ძალიან შორს წავიდე, მაგრამ თქვათ თვით დაზიანებები კიდე როცა ძალიან ესეთი არის ინტენსიური არის სხეულის მიუღებლობა, რომ ძალიან არ მოსწონთ საკუთარი სხეული, თვით დაზიანებები ხშირად შეიძლება მოყვებოდეს ამას და შეიძლება რომ სუიციდურ აზრებამდეც კი მივიდეს ადამიანი, იმიტომ რომ დეპრესია კიდე თავისთავად ეს თვით დადანაშაულების განცდა, მუდმივი სუიციდური აზრები და ასე შემდეგ კიდე თავის მხრივ ბევრ და ეს რამდენად აისახება მე, ნუ რა თქმა უნდა, საერთო ჯანმრთელობის ფონს სადღაცას ყველა ვარიანტში დააზიანებს, მაგრამ აი ორგანიზმზე რამდენად აისახება ეს ჯანმრთელობის გართულებაზე. ხო, ჩემი საყვარელი თეორია არის ეს ზოგადად, რომ ანუ ადამიანი არის ერთი მთლიანი და არ შეიძლება რომ დავყოთ რაღაც ნაწილებად, ხო? თუ ჩემს ფსიქიკაში ხდება რაღაცა, აუცილებლად აისახება ის ჩემს სხეულზე და პირიქით თუ სხეულში ხდება რაღაც, თუ მე განვიცდი რამე ტკივილს ან ნებისმიერ რაღაცას, ის აუცილებლად აისახება ჩემს ფსიქიკაზე, იმიტომ რომ არ ვართ განცალკევებულები, ერთი მთლიანობა ვართ და ეს ყველაფერი რაღაც გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან. ძალიან კაი, ანა, რა იქნება შენი, ასე ვთქვათ, ტოპ 3 რჩევა, როგორც ფსიქოლოგის გოგონებთან, იმიტომ რომ ანუ კი შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერდეს, როც მიყვება და იმოძრავე, მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად შენც გოგო ხარ, მეც გოგო ვარ, აი რა შეიძლება ურჩიოთ, როგორც გოგომ გოგოს.
ფსიქოლოგის გადასახადით. ცოტა რთული ის არის ეს სამი მაშინ მოაქციო, მაგრამ აი შენთვის ყველაზე ღირებული, შენზე რასაც უმუშავია, ან პრაქტიკაში რასაც უმუშავია ყველაზე კარგად რა ყოფილა? ძალიან მიჭირს ხოლმე ყოველთვის კონკრეტული იმების ამორჩევა, მაგრამ ვეცდები ახლა ვახსენე და ზრუნვაზე ვისაუბრეთ და ესეც საკუთარ სხეულზე ზრუნვას, საკუთარ თავზე ზრუნვაც ზოგადად ძალიან ინდივიდუალური არის და ყველა შეიძლება ჩემთვის სხვა რაღაც იყოს ზრუნვა და შენთვის სხვა რაღაც იყოს ამ აი შემთხვევაში. ზრუნვაში იგულისხმება, რომ ეს ზრუნვა სხვას მიადო, იმიანდო, აპარატებს მიანდო და აპარატებმა იზრუნონ ჩემ თავზე. ანუ არ ვიცი ხა აპარატებმა როგორ უნდა იზრუნონ. ანუ აი პროცედურებს გეუბნები რა. ეგეც შეიძლება მოიცავდეს რაღაცა ზრუნვის იმას, მაგრამ თუ მე რაღაც არასწორი მუდმივად საკვები იბეცი, არ ვიცი, რაღაც ჩემი მავნეჩვევებით ვაზიანე, ვაზარალე, ანუ ან რაღაც ფიზიკურად ვაზიანე. ანუ შენი პირველი რჩევა ეს ზრუნვა მოიცავს ხალხო ზრუნვა მოიცავს ძალისხმევის გაღებას, არა? ყველა ვარიანტი გჭირდება როგორც ადამიანს, ძალისხმევა გაიღო შენი სხეულისთვის. სხვანაირად არ გამოვა, სხვა შენ საქმეს ვერ გააკეთებს. რა საინტერესოა, არაფერი არ გვეზარება სხვა რაღაცეებისთვის და სხვისთვის, მაგრამ ჩვენი თავისთვის ძალიან გვეზარება გარჯა და ზრუნვა. ზრუნვაზე ვიტყოდი, რომ თქოთ დაფიქრდნენ ადამიანები, ხო, გოგონები, ქალები, რომ რა შეიძლება იყოს მათთვის ეს ზრუნვა. ეგეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მხოლოდ აპარატურული პროცედურა ვერ იქნება, ხო, რაღაც უფრო ისეთი კომპლექსური მას მოიცავს ზრუნვა და რაღაც ნაკლები განსჯა საკუთარი სხეულის, ნაკლები შეფასება და უფრო დაფასება, ესე ეს ძალიან მაგარია. ნაკლები შეფასება, უფრო მეტად დაფასება და ის რაც ახსენე, აუცილებლად გავემეორებ, რომ ფუნქციურად აი ძალიან მაგარი რაღაც თქვი, რომ ფუნქციურად აღწერონ რა შეუძლია სხეულის თითოეულ ნაწილს და რაში გვადგება და რანაირად როგორ გვემსახურება რა. იმიტომ რომ იდეაში შვებულებაში არ გადის სხეული. ის ყოველთვის ჩვენთან არის და ანუ მარტო ის რა დღირს და რა დაფასება დღირს, რომ ყოველ დღე იღვიძებს ჩვენთან ერთად კი და გვაღვიძებს, რომ გვატაროს, გვაფიქროს და ის რაღაც სასწაული გამოცდილებები, რაც ყოველდღიურად გადაგვხდება თავს, ის თავგადასავლები, ის რაღაცა მეგობრები, ახლობლები, ნათესავები გვანახოს და შეგვაგრძნებინოს აი ის განცდები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ და ეგ დავაფასოთ, ხო? იმიტომ რომ და რაღაც სამბობდი. არა, ხო, კიდევ ერთი აი რჩევა რა თქვი, მინდოდა კიდევ გამეზიარებინა, რომ ძალიან დიდი მონაპოვარი არის შეიძლება ითქვას ადამიანისთვის თუ ახერხებს იმას, რომ იყოს კონტაქტში საკუთარ სხეულთან და უსმენდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციას ინახავს. ყოველთვის არის ხოლმე რაღაც თუნდაც ის რომ აი რაღაც სიტუაციაში ვართ და თუ აი რაღაც მუცელში შეიძლება უსიამოვნო განცდა ვიგრძნო და მივხვდე რომ ამ ადამიანთან ყოფნა არ მსიამოვნებს და ამ გარემოცაში ყოფნა არ მსიამოვნებს, ხო? იმიტომ რომ ამას ისე არის ჩემი ტვინი იმით, რომ აი არ შეიძლება დაიბოდიშ და ტეხავს ახლა ეგეთი ფიქრები. ან შეიძლება თავს ესე პირდაპირ გაცნობიერებულად უფლება ვერ მივცეთ, რომ ესე ვიფიქროთ, ხო რა, მაგრამ სხეული ყოველთვის ინახავს. სხეულში ყოველთვის არის სიმართლე, არასდროს არ იტყვება, არ ითვალისწინებს სოციუმის გამოძახილებს და ამიტომ ძალიან ღირებული არის აი ეგ, რომ ამასთან გავარჯიშება. სხეულთან კონტაქტზე. კი, მართლა ეხლა რომ დამბურძგავდებს, შეხოც ჩემი რელიგია არის სხეული, აი ძალიან მიყვარს, ძალიან გვიჟდებს ზოგადად ყველა ადამიანის სხეული მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმის და რა ზომის იქნება, მაგრამ ადამიანის სხეული მიყვარს, იმიტომ რომ მართალია რიანა, სხეული მუდმივად გველაპარაკება, ის სულ რაღაც სიგნალებს გვაძლევს, სულ რაღაც ნიშნებს, მინიშნებებს გვაძლევს, უბრალოდ თავარია მოусმინო და მოსმენა ზუსტად ესეც რაღაცნაირად კლიშე გახდა და რაღაცა ბრტყელი სიტყვა გახდა, რომ უსმინე საკუთარ სხეულს. ვერ მოусმენთ, უარიცნობ.
თუ ვერ ანუ იდენტიფიკაცია ხო უნდა გაუკეთო იმ შეგრძნებას არა რასაც გრძნობ და ეს იდენტიფიკაცია რო გაუკეთო ხო არის ძალიან ბევრი მეთოდი რომ დაკავშირდეს სხეულთან როგორიც არის მედიტაცია როგორიც არის ფიზიკური აქტივობა როგორც არის სხვადასხვა სავარჯიშოები თუნდაც აი 3 წუთი დაფიქრდი რას გრძნობ და უღონდ ეს 3 წუთი დაფიქრდი ყოველდღე რო გავარჯიშოს ხო და ყოველდღე რო პრაქტიკაში გამოდროს სანამ არ იგრძნობს ხო როგორც არ ვიცი აი ველოსიპედის ტარებას რო ვსწავლობთ და რაღაცა ის გჭირდება პრაქტიკა თუ გავარჯიშება და პირველივე ჯერზე შეიძლება ვერ გავატაროთ აი იგივე ის არის ყველაფერი სჭირდება ვარჯიში და ძალისხმევა კი მე მახსოვს აჩემებული მქონდა რომ მედიტაცია არ შემიძლია მედიტაცია არ გამოდის დღემდე არ გამოდის სამწუხაროდ იმიტომ რომ ვერ მივაყვა ანუ როგორც შენ თქვი პრიორიტეტების ამბავი არ ყველაფერი ხო და მე რო დავდიოდი კარატეზე ჩემი სენსეი მეუბნებოდა რა თქმა უნდა არ ვის გამოზდის მედიტაცია არის ურთულესი პროცესი რასაც სჭირდება თვეები და წლები პრაქტიკა და სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ 10 წამი გამომივიდა მედიტაცია და იმ 10 წამის მერე ანუ მაშინ დავაფასე რამხელა ძალა აქვს რეალურად ვინც ამას პრაქტიკობს და იმიტომ რომ საერთოდ ახალი ტიპი დავებადე საერთოდ რაღაცა აი შენ რო თქვი რომ ფსიქიკური ენერგია აი მართლა უაზროდ დიდი ენერგია მქონდა იმ წამსა ჩვეულებრივად იმდენად მინდოდა რომ ეს ყველაფერი ყოველთვის გამიზიარებინა საჭესა რომ ვიჯექი გვერდზე მაგარებში ველაპარაკებოდი და უღიმოდი და მეგონა რომ სამყარო მე მიღიმოდა იმ ხელა ძალა ქონდა აი ამ 10 წამიან რესტარტს რასაც ქვია და რა თქმა უნდა მედიტაცია არავის არ გამოუვა თუ ამას და ის დაფიქრებაზე დაკვირვება ცხელზეც არავის არ გამოუვა თუ ეს ყოველდღურად პრაქტიკაში არ ჩაუსვი და არ დაუახლოვდით ჩვენს ძვირფას ყველაზე პირველ მეგობარს მე მგონია რა რა თქმა უნდა მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი და პრაქტიკული რჩევები მივეცით ჩვენს მაყურებელს რომლებიც აუცილებლად გაითვალისწინებენ განსაკუთრებით მე ყველაზე ძალიან ვფიქრობ ხოლმე მოზარდ გოგონებზე რას და როგორ იღებენ თითოეული მესიჯიდან თითოეული გადაცემიდან თითოეული სოციმედიაში გაშვებული ვიდეოდან რაც აი მართლა ძალიან ისეთი არის საყურადსაღებო რომელიც მე შეიძლება მთელი ცხოვრება უკარნახოთ და მთელი ცხოვრება მათი ცხოვრება განსაზღვროს რა ამიტომ ჩვენი ანას რა თქმა უნდა და ჩემი ყველაზე პირველი რჩევა იქნება რომ სხეულთან უნდა დავმეგობრდეთ ყველა ვარიანტში სხეულთან და ფსიქიკასთან რა თქმა უნდა ტვინთან უღრმესი მადლობა ანა მადლობა ძალიან კაი იყო შენ როგორ მოგეწონა არ ვიცი რაიმე ხوار დაგვრჩა ისეთი რაც გინდოდა და არ დაგისვით მე არა ესეთი არაფერი მე უბრალოდ იმდენად ის არის ხოლმე ეს თემები ჩემთვის მიჭირს ხოლმე გაჩერება რომ არა გუში რომ დაურეკე ანა არის ახლა დაცვის პერიოდში მეების ნამუშევრების ხო და რომ დაურეკე და ფსიქოლოგიაზე უნდა გალაპარაკოთ ვერ ვიტამენ ფსიქოლოგიაზე უნდა ჩაუშვა არ ბოლოს ჩაუშვა არ მინდა ხო მაგრამ რაც არის შენი ვერ ამოძირკვა ხო და ვერ გავაჩერეთ ერთი საათი მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან საინტერესო იყო თქვენს კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო მოგვიწონოთ და გამოიწეროთ არხი რაც სავარია და აკომენტაროთ კომენტარებში გითხრათ კიდევ რა თემები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო თუ კი რაიმე არის რაღაცა პრობლემატური ჩვენ შეგვიძლია ეს რა თქმა უნდა კიდევ გავშალოთ და მოკლედ დაგვეხმარეთ ამ არხის სიცოცხლეში და რაღაცნაირად დღეგრძელობაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას რომ ჩვენი არხის წარმომდგენი არის და ამ პოდკასტის წარმომდგენი არის CherryFit აპლიკაცია ეს არის პლატფორმა სადაც ნახავთ ონლაინ დისტანციურ სავარჯიშო პროგრამებს რეაბილიტაციო პროგრამებს და კვების შედგენილ მენიუებსაც. აბა თქვენցი ძალიან დიდი მადლობა და მომავალ პოდკასტამდე